მირზა გელოვანი წერილი მშობლებს ფრონტიდან 1941 წელი. ძვირფასო მშობლებო, წუხელ მეზმანა ჩემი ლექსების წიგნი გამოეშვათ ჩემს გაუგებრად. მაკვირვებდა მისი სიდიდე და შავი ყდა. მე საოცრად შევეჩვიე სიზმრებს, მაგრამ თქვენ არასოდეს მესიზმრებით. ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და ისე დამიძინია, მაგრამ არა და არა თქვენი ნახვა არ მიხერხდება. ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო, 25 წელი კი დამეწყო. ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში. მე მათ ვერ ვხედავ. შეგახსენებთ, რომ 1939 წლის ნოემბერში მირზა გელოვანი 22 წლის ასაკში წითელ არმიაში გაიწვიეს. იგი ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას 1944 წელს მოკლეს. ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი დაუმარხავთ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი ვიდებსკის ოლქის ბერენჩოვის რაიონის სოფელ სინიკის საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ. ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. წერილში, რომელსაც გელოვანი მშობლებს უგზავნის, იმედი აქვს, რომ ყოველგვარ გასაჭირს გადალახავს და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. იგი თვლის, რომ მისი მოკლა შეუძლებელია, რადგან იმედი ყოველთვის ამარცხებს სიკვდილს. წერილს თან ახლავს ლექსი მზის კაცის ფსევდონიმით. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს, რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე. არ დამიღონდეთ, მე დავბრუნდები, დაბრუნებით ტკივილებს წავშლი. მირზა გელოვანი 1941 წელი ფრონტიდან.